მთავრობის კანცელარიაში მთავრობის ხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრები რამდენიმე საკითხს განიხილავენ, რა განცხადებები გაკეთდა ხდომის დაწყებამდე. ქეთი ხიდიშელი გვეტყვის, ქეთი გისმენთ. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მთავრობის ხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი სიტყვით გამოსვლაში მიუსამძიმრა აჭარაში ეკლესიის გრევის შედეგად დაყოფილ ოჯახებს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ფაქტი დროულად იქნება გამოძიებული და ობიექტურად დადგინდება მიზეზი თუ რა გახდა გრევის მიზეზი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ეს არის საქართველოში ამერიკული სამხედრო ფლოტის შემოსვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეკიპაჟი გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ქართველ სპეციალისტებს, რაც არის თვალსაჩინო მაგალითი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის. ჩვენ ხა შეგვიძლია მოვისმინოთ ეს განცხადება. მე მინდა პირველ რიგში დიდი მწუხარება გამოთქვა იმ შემზარავ ტრაგედიას დაკავშირებით, რომელიც დატრიალდა გუშინ აჭარაში. იცით, რომ ახალ სოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის ცოცხლი შეეწირა. ამიტომ მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით თანამგრძნო და სამძიმარი გამოუცხადო. დღეს საქართველოში შემოვიდა ამერიკის მეექვსე ფლოტის სამხედრო გემი ტეილორი, რომლის პერსონალი თავის გამოცდილებას გაუზიარებს საქართველოს სანაპირო დაცვას. იცით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის პორტში ასეთი ტიპის გემი შემოდის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სანაპირო დაცვისთვის, მათი თანამშრომლებისთვის, რათა გაიზიარონ მათი გამოცდილება. მთავრობის ხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა შეაფასეს NDI-ის კვლევების შედეგები. ისინი უნდობლობას უცხადებენ NDI-ის კვლევებს. როგორც გითხარით, მთავრობის ხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მინისტრთა კაბინეტი დღეს 27 საკითხს განიხილავს. სოციალურ გამოკითხვებს თავისი მეთოდოლოგია აქვს და თავისი ცოდნა გამოცდილება ჭირდება იმისთვის, რომ შეფასება და ანალიტიკა გააკეთო. მე ამ ეტაპზე არ მაქვს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ ჩემი ანალიტიკა მოგახსენოთ ამ საკითხს. პირველ ადგილზე ნდობის ხარისხით ამ კვლევის მიხედვით არის პატრიარქი, რასაც მე მგონი არანაირი კვლევა არ სჭირდება, ისედაც ცხადია, რომ ჩვენი პატრიარქი უყვარს ყველას და მას აქვს ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი. რაც შეეხება თავად კვლევებს, მე მათ მიმართ საერთოდ ვარ პესიმისტურად განწყობილი, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა თავად ამ ინსტიტუტის მიმართ. მისი თბილისის ოფისი ჩემში განსაკუთრებულ ნდობას არ იწვევს, რადგანაც მე ჯერ კიდევ ძალიან მტკივნეულად მახსოვს ის 12%, რომელსაც NDI უწერდა ქართულ ოცნებას არჩევნების წინ. მთავრობის ხდომა სახელმწიფო კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მინისტრთა კაბინეტი 27 საკითხს განიხილავს. მადლობა, ქეთი ხიდი